ვარ თამაშდამოკიდებული. შენ ფიქრობ, რომ ფულის გამო თამაშობ. სინამდვილეში შენ თამაშობ ემოციის გამო. შენ რამდენი წელი იყავი ასე? 10. შენ თითქოს ყვირი და არავის არ ესმის შენი ხმა. გინდა რომ გააგებინო ადამიანებს დროს. არ გამომდის რომ არ ვითამაშო. ცხოვრების დალაგება არ არის ადვილი. მე შემეძლო ლოგინიდან არავმდგარიყავი პირობითად ვამობ და ისე წამეგო საკმაოდ სოლიდური თანხი ერთ ღამეში წამიგია 30,000. აი ამ დროს რა ხდებოდა? აი შენ ფიქრებში, შენ თავში რა ხდება? შენ ამ საკითხს საგულდაგულოდ მალავ. საბოლოო ჯამში მიდიხარ ფსკერის მდგომარეობამდე და მადლობა ღმერთს რომ მივედი. ვარ აბსოლუტურად განულებული როგორც სულიერად, ისე ფინანსურად. და მაშინ წამოვიდა სუიციდის იდეა. წარმოდგენები რო გაქვს რომ აი რაღაცა შენი პანაშვიდები როგორი იქნება და იქ რაღაცა ვინ მოვა. ვინმე თუ ეხლა არის ამის წინაშე? რას ეტყოდი შენ? აუცილებლად ვინმეს დაელაპარაკოს. აუცილებლად. ან მარტო არ უნდა დარჩე მაგ დროს. საქართველოში დაახლოებით რა პროცენტია? ყველაზე პესიმისტური დათვლებით სადღაც 300,000 თამაშდამოკიდებულია. ამდენია. ვინმეს რო ეთქვა მაგალითად 6 წლის წინ 500 ადამიანი მაინც გეყოლება გამოჯამრთელებული თამაშდამოკიდებულები. მე ვეტყოდი რომ რაღაც გეშლები. მაგრამ ეს არის ფაქტი დღეს ჩემი ცხოვრება ეგეთია. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მიმყოფებით პოდკასტ არეაში და სანამ დღევანდელ თემაზე და სტუმარზე მოგიყვებით, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ძალიან ეხმარება თქვენი ასეთი მხარდაჭერა ჩვენს არხს განვითარებაში და ზრდაში. დღეს ჩემი სტუმარია გუგა ბესელია, აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის დამფუძნებელი, ასევე სარეაბილიტაციო ცენტრ დღე პირველის დამფუძნებელი და დირექტორი. გუგა მოვიწვია თქვენი მოთხოვნით. ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე რამდენიმე ეპიზოდის წინ, როდესაც ნარკოდამოკიდებული ადამიანი მყავდა სტუმრად, მის ისტორია იმდენად შთამბეჭდავი იყო თქვენთვის. ძალიან ბევრი კომენტარი დამხვდა და მათგან ბევრი ითხოვდით, რომ ლუდომანიის თემისთვის დამეთმო პოდკასტი და ამიტომ მოვიწვია გუგა, რომელიც ყველაზე კომპეტენტური ადამიანია, ვინც ამ თემაზე ისაუბრებს. მადლობა გუგა. მადლობა შენ მოწვევისთვის. არ ვარ განებიურებული მსგავსი საკითხებით, იმიტომ რომ როგორც წესი, ძირითადად პოდკასტების სპონსორები არიან თვითონ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები და აქედან გამომდინარე არის ეს მომენტი, რომ დავუშვათ მე ცოტა პერსონა ნონ გრატა ვარ ხოლმე პოდკასტების მიმართულებით და მადლობა იმისთვის, რომ მომეცი შესაძლებლობა, რომ ვისაუბრო. მიხარია რომ ამით დაიწყე საუბარი, იმიტომ რომ მქონდა დაგეგმილი რომ ამაზე გვესაუბრო საქართველოში საერთოდ რა ხდება და რისი ყურება უწევს ბავშვს მცირე ასაკიდან, აი სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან ეს ამონათებები და ლოგოებია. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე საერთოდ, როდესაც ასეთ სარეაბილიტაციო ცენტრს აფუძნებს ვიღაც, ის ყოველთვის არის თვითონ გამოვლილი აქვს ის ისტორია, რაშიც შემდეგ ეხმარება სხვებს. შენი ისტორია როგორი იყო, ამით დავიწყოთ. ჩემი ისტორიაც არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ მე ვარ თამაშდამოკიდებული. და ალბათ ცხოვრების ბოლომდე ვიქნები. შესაბამისად, სარეაბილიტაციო ცენტრიც ამ მიზნით არსებობს ჩემს ცხოვრებაში, რომ ის გამოცდილება, რომელიც მაქვს გამოჯამრთელების მიმართულებით, მივცე სხვას, დავეხმარო სხვასაც, რომ ეს პრობლემა თამაშდამოკიდებულების მოგვართეს მასთან. ეს ჩემთვისაც ძალიან სიმართლე რო გითხრა აზარტული ქმედება, იმიტომ რომ მეც ამ პროცესში როცა ადამიანს ვეხმარები, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, ჩემთვისაც ეს არის ერთის მხრივ ძალიან საინტერესო და მეორეს მხრივ ის სულიერი დეფიციტი გარკვეულწილად და ის სულიერი მოთხოვნილება უпростоრეთ ვიყო შემოქმედი, აი ამაში კონვერტირდება და ეს მაძლევს იმ მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომელსაც შემოქმედებას ვეძახით ჩვენ ადამიანები. რა საინტერესო. მოდი იცი რაზე მინდა გადავახვიო. მე ვარ თამაშდამოკიდებული, ესე ახსენე. რას ნიშნავს თამაშდამოკიდებული? ანუ ყოფილი დამოკიდებული არ არსებობს? არსებობს ყოფილი მოთამაშე. ყოფილი დამოკიდებული არ არსებობს, იმიტომ რომ დამოკიდებულება იმდენად მეტია ვიდრე თვითონ ადამიანი, რომ ის თუ შემოვიდა შენში, ის ცხოვრების ბოლომდე გრჩება.
მე ვერასდროს ვერ ავიღებ პასუხისგებლობას ჩემს თამაშზე ვერასოდეს ჩემს ცხოვრებაში ეს უკვე დასრულებული ეტაპია ჩემს ცხოვრებაში და შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი რაც მრჩება ეს არის რომ არ ვიყო მოთამაშე ამავდროულად მე მგონია რომ აბსოლუტურად რაციონალურია ის რომ დაუშვათ იმაზე რასაც ვერ იღებ პასუხისგებლობას ის არც გააკეთო და მე ჩემს თამაშზე პასუხისგებლობას ვერ ვიღებ, უბრალოდ ეს გავიაზრე უკვე გამოჯანმრთელების პროცესში და რეაბილიტაციის პროცესში და იქამდე მეგონა რომ მე ჩემს თამაშზე ვიღებდი პასუხისგებლობას და მარტივ ენაზე რო ვთქვა ვაკონტროლებდი ჩემს თავს ამ პროცესში. სინამდვილეში ეგ იყო უბრალოდ თამაშის ილუზია და ყოველთვის მეგონა რომ როცა მომინდებოდა, მაშინ დავასრულებდი თამაშთან ურთიერთობას, რაც სინამდვილეში იყო უბრალოდ ერთ-ერთი ილუზია ამ პროცესში. როგორ დაიწყო? დაიწყო მოდი გავმიჯნოთ დაიწყო რა შემხებლობა თამაშთან თუ ჩემი თამაშ დამოკიდებულება ჯერ შემხებლობა შემხებლობა დაიწყო ცხადია ღრმა ბავშვობაში ალბათ ვიქნებოდი 12 13 შეიძლება 11 იმიტომ რომ იმ დროს იყო არ ვიცი აი ჩემი თაობის წარმომადგენლები ალბათ გაიხსენებენ ამ პერიოდს იყო ძალიან აქტუალური საკითხი იყო ჩვენ დროს ტოტალიზატორები და ის ეგრეთ წოდებული კაპიროკიანი ფურცლები რომელზეც ჩვენ ვავსებდით ასე ვთქვათ რაღაცა თამაშებს დაუშვათ ბარსელონა მოიგებს თუ რეალი წერდით ჩვენს პროგნოზებს რაღაცა იმ დროს ბულკისთვის ბოდიში ამ სიტყვისთვის იმიტომ რომ ფუნთუშაკი ვიცი რომ არის მაგრამ იმ დროს ბულკი იყო ამიტომ ვამბობ რომ იმ დროს ბულკის ფულს ვდებდით ამაზე და ეს იყო ერთ-ერთი რაღაცა ჩვენი ცხოვრების ის ნაწილი სადაც მოგწონდა ყოფნა. იმიტომ რომ ასაკია ისეთი, როდესაც შენ დამკვიდრებას ცდილობ, რაღაც შენი იდენტობა გინდა კონდეს და იქ შენს თანატოლებთან ცდილობ აი ამ რეზულტატებით, ასე ვთქვათ, თავი მოიწონო. რომ აი მე ესეთი ბილეთი დავწერე და ესეთი რეზულტატი დადგა. აი ეს იყო ალბათ ჩემი პირველი შემხებლობა თამაშთან, რომელიც მქონდა. ესე გაცნობიერებულ დონეზე ვამბობ, თორე თუ კი თერაპიულ პროცესში შევალთ, მაშინ რა თქმა უნდა კიდე უფრო სიღრმეში შევალთ და უფრო ღრმა ბავშვობაში წავალთ, სადაც მუდმივი იყო ეს რაღაცა გარკვეული როგორ ვთქვა, ჩემი მიმართ მოლოდინები ჩემი ოჯახის მხრიდან იყო ყოველთვის მაღალი და თამაში ამ შემთხვევაში თუ კი თერაპიულად შევხედავთ ამ ყველაფერს ჩემი გაქცევის შესაძლებლობა იყო უკვე მოზრდილობაში, იმიტომ რომ ის მოლოდინები, რომელიც ჩემი მიმართ იყო, მე იმას ფიზიკურად ვერ ვაკმაყოფილებდი და შესაბამისად თამაში ამ შემთხვევაში კარგი შესაძლებლობა იყო ჩემი ცხოვრებიდან გაქცევის. ისევე როგორც ნებისმიერი დამოკიდებულება ეს არის გაქცევა. ამ შემთხვევაში თამაში უბრალოდ ჩემთვის ყველაზე უფრო ნაცნობი იყო და ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი და აქედან გამომდინარე ავირჩიე თამაში ამ შემთხვევაში. და თან ყველაზე უფრო ისეთი, სადაც ხელმოცარული არ იყავი, სადაც რაღაც გამოგდიოდა. კი, ხანდახან რაღაც გამოგდიოდა და ამავდროულად ყველაზე მეტად შეგეძლო დაგეკომპენსირებინა ის მოლოდინები, რომელიც შენ ჩემ მიმართ მაშინ არსებობდა. მარტო ოჯახს არა, სკოლასაც. კი. სკოლა ძალიან დიდ მოთხოვნებს უყენებს დღემდე ბავშვებს და რაღაცა არარეალური სისტემა, რაღაც საგნები და წიგნები, მე და შე რო გადავშალოთ ახლა მერვე კლასის წიგნი, ვერაფერს ვერ გავიგებთ და ბავშვმა რა უნდა გაიგოს და ეს არის გაქცევა ზუსტად რომ რაღაც მაინც გამომივიდეს, რომ სკოლაში ოროსანი არ ვიყო მხოლოდ. ხო, ყოველთვის აი რომ ახსენდება, რაც ყოველთვის იყო გათვლა, რომ შენ უნდა გახდე რაღაც პრემიერ-მინისტრი, შენ უნდა გახდე პრეზიდენტი. ყველგან ხუთოსანი. ხო, მით უმეტეს გენეტიკა ხელს მიწყობდა იმ თვალსაზრისით, რომ მამა ჩემი იყო ჩემივე სკოლის დირექტორი და შესაბამისად ეს რაღაცა თან არ ვიყავი ისეთი მოსწავლე, რომელიც დაუშვათ პირიქით რო სარგებლობს იმით, რომ მამა პირიქით ყველაზე მეტი მოთხოვნა სინამდვილეს ჩემი მიმართ იყო და სკოლაშიც მოთხოვნები, ოჯახშიც მოთხოვნები, გარემოცვაშიც მოთხოვნები და ამას ბავშვის ფსიქიკა რა თქმა უნდა ვერ გაუძლებს. და აღმოჩნდა მე უკვე თამაშისა ეს პირველი გემო ასე ვთქვათ ეს იყო და მე უკვე შედარებით შემდეგ წლებში ასე ვთქვათ. ეს მოზარდობის ასაკში ხდება, როცა დამოკიდებული ხდები. ხო,
ალბათ მოზარდობის არა, უფრო ოციანებში, მაგრამ ყველანაირი საფუძველი უკვე ჩაყრილი იყო რა. და აი პირველად როდის ამ გადასახედიდან როდის გაგიჩნდა ეს დამოკიდებულება? ალბათ დაოჯახების მერე. აი, რასაც ქვია აქტიური თამაშდამოკიდებულების პროცესი, ჩემთან დაიწყო დაოჯახების მერე, იმიტომ რომ ის პასუხისგებლობები, რომელიც ოჯახის შექმნასთან არის დაკავშირებული, ამისთვისაც არ ვიყავი მზად. რამდენი წლის იყო? 28. არ არის ძალიან პატარა. არა, არ არის პატარა, მით უმეტეს მე არ მქონია ისეთი ცხოვრება, სადაც გამოცდილებების ნაკლებობა იყო, საკმაოდ ბევრი გამოცდილება მქონა მიღებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემ შემთხვევაში და მე ვამბობ, რომ ზოგადად ასეც არის ყველას შემთხვევაში, უბრალოდ ზოგი აიდენტიფიცირებს ამას და ზოგი ვერ. თამაში იქნება ეს ნარკოდამოკიდებულება, იქნება თუ ალკოჰოლიზმი, იქნება თუ რავი, პორნო დამოკიდებულება, იქნება ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის გაქცევა. გაქცევა იმ ცხოვრებიდან, რომელიც გაქვს. და სინამდვილეში როცა ვამბობ ხოლმე, რომ ნებისმიერი დამოკიდებული ადამიანი ავტომატურად ნიშნავს, რომ პასუხისგებლობის დეფიციტი აქვს, ამას გარკვეულწილად პროტესტი მოყვება ხოლმე ადამიანების მხრიდან და სინამდვილეში ეს ესეა, იმიტომ რომ სად არის მაშინ ის პასუხისგებლობა, რომ თუ რამე მაწუხებს ჩემს ცხოვრებაში, პირველ რიგში ის დავალაგო და არა გავიქცე. რატო ვაძლევ იმ ჩემ პირველ ყოფილ ტვინს რეაგირების საშუალებას, რომელიც გაქცევაზე, დამალვაზე ან აგრესიაზეა პასუხისგებელი. ამ შემთხვევაში გაქცევაც იმ პირველ ყოფილი ტვინის პროდუქტია და ამ შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ პასუხისგებლობა ავიღო ჩემს ცხოვრებაზე და თუ რამე არ მომწონს ამ ჩემს ცხოვრებაში დავალაგო, ამის მაგივრად გავბივარ ფერად სამყაროში სახელწოდებით თამაშდამოკიდებულება. და ცხოვრების დაალაგება არ არის ადვილი. ძალიან ძნელია. არ არის ადვილი, მაგრამ ცი პასუხისგებლობაა ეგეც. პასუხისგებლობა ხო არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დავალაგებ. პასუხისგებლობა ნიშნავს იმას, რომ მე ვეცდები ჩემი მაქსიმუმი დავდო და რომელ მაქსიმუმზე ლაპარაკი როცა გარბიხარ. შენ რამდენი წელი იყავი ასე? 10. 10 წელი. და როგორი იყო შენი ცხოვრება ამ 10 წლის განმავლობაში? იცი, 10 წლის განმავლობაში ნელ-ნელა ხდება ისევე როგორც ყველაფერი, თამაშდამოკიდებულებაც ნელ-ნელა ვითარდება შენში და ვერ წხვდები ეს როდის მოხდა. მე ვერ ვიტყვი რაც კონკრეტულ თარიღს, რომ 26 ნოემბერს გავხდი თამაშდამოკიდებული პირობითად. ეს მოხდა როდესღაც, უბრალოდ მე ეს გავიაზრე გვიან, როდესაც მე შევეხე ჩემს უკონტროლობას ამ პროცესში, როცა მე რაც მქონდა დაგეგმილი, თუნდაც იგივე თამაშთან მიმართებაში, უბრალოდ ვეღარ ვასრულებდი ამას. აი მაგალითად, ყველა ვინც თამაშობს და თამაშდამოკიდებულება მინიმუმ მათი ცხოვრების ჰორიზონტზე ჩანს, დამერწმუნება ამ სიტყვებში, რომ აი როდესაც წააგებს ადამიანი, ფიქრობს ხოლმე, რომ აი ეხლა ფულს ვიშოვი, ან ვისესხებ, ან ბანკში მივალ, ან რამე გზით ვიშოვი ფულს და შემდეგი ჩემი თამაში იქნება მაქსიმალურად რაციონალური, მაქსიმალურად მშვიდი, იმიტომ რომ ის წაგებული ფული უკან ამოვიღო. მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემ თავთან ეგეთი შეთანხმებები მქონდა, ვერასოდეს ვერ ვასრულებდი ამ შეთანხმებას. აქ უკვე წამოვიდა ფიქრი, რომ მე ამ პროცესში უკონტროლო ვარ, მაგრამ ვერც გამოსავალს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ რა ვქნა იმისთვის, რომ ეს შევცვალო, ესც არ ვიცი, იმიტომ რომ ეს ის წლებია, მით უმეტეს არც ეხა არის ბევრი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მაშინ მით უმეტეს და საქართველოში ამ მიმართულებით ძალიან ცოტა ინფორმაცია იყო, რა შეიძლება გააკეთო, ანუ შენი მეგობარი გეუბნება, რომ კაი რა პრობლემა უბრალოდ არ ითამაშო, დაახლოებით ესეთი პასუხია. დავუშვათ იქ შეიძლება ვიღაცა სხვა ახლობელმა გითხრას, რომ შენ ამაზე ძლიერი უნდა იყო და უბრალოდ უნდა დადგე ფეხზე და მეტი არაფერი. ანუ დაახლოებით ესეთ ფასადურ რჩევებს ირჩევ. და სინამდვილეში შენ მერე მიდიხარ უკვე უფრო წვდიაჩი, იმიტომ რომ იმასაც ხვდები, რომ ვერც ვერავინ ვეღარ გიგებს, იმიტომ რომ შენ თითქოს ყვირი და არავის არ ესმის შენი ხმა, იმიტომ რომ გინდა რომ გააგებინო ადამიანებს, რომ არ გამომდის რომ არ ვითამაშო და იქიდან პასუხი როგორ არ გამოგდის, უბრალოდ წერა თითი აღარ
ამოძრავ. მეუღლეს ეუბნებოდი მაგას? იცი რა არის, პირველ ეტაპზე მე მქონა რამდენიმე აღიარება და ეს ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ აღიარება ზოგადად არის პირველი გადადგმული ნაბიჯი გამოჯანმრთელების მიმართულებით. მაგრამ არა ნებისმიერი აღიარება. ნახე, აღიარება, რომლის мотиваცია არის ის, რომ მე ხა ვაღიარებ, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს, იმდენად კუთხეში ვარ მიმწყდეული ფინანსურად და ვაღიარებ, იმიტომ რომ ფინანსური რესურსი ვიშოვო ამ გზით, ეს აღიარება არ ითვლება. იმიტომ რომ აქ ამ აღიარების უკან არ არის ჩემი სურვილი ვიყო გულწრფელი, ამ აღიარების უკან არის ჩემი სურვილი ვიშოვო ფული. და თუ კი აღიარება არის არა ფულის მოპოვების мотиваციით, არამედ იმისთვის, რომ მე უბრალოდ დავიწყო გულწრფელი ცხოვრება, აი ამ აღიარებას ძალა აქვს. ამიტომ ვავლებ ხას და დიფერენციაციას ამიტომ მოვაკეთებ, რომ ნებისმიერი აღიარება არ არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ანუ შენ ყველა ეს აღიარება გაგიულია. ხო, რა თქმა უნდა. ჩემი ბოლო აღიარება იყო ზუსტად ის აღიარება, სადაც მე უბრალოდ მომინდა რომ ყოფილიყავი გულწრფელი და წინა აღიარებები იყო ის აღიარებები, რომლის უკანაც იდგა мотиваცია იმისა, რომ დამეხმარეთ ფინანსურად. საიდან შოულობდი ფულს? სამსახურიც მქონდა, ბანკები არსებობდა, იმ დროს განსაკუთრებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ძალიან გააქტიურებულები იყვნენ. მე შემეძლო ლოგინიდან არამდგარიყავი, პირობითად ვამბობ და ისე წამეგო საკმაოდ სოლიდური თანხა, იმიტომ რომ ყველაზე მეტი რამდენი წაგიგია? რავი, ერთ ღამეში წამიგია 30,000. როცა ყავს ოჯახი? კი. არ მგონია ამ რიცხვების დასახელება ვინმეს რამეს აძლევდეს, იმიტომ რომ ჩემთვის 30,000 და ვიღაცისთვის 30,000 ეს სხვადასხვა ფულია და ხო, მაგრამ მაინც აი როცა ოჯახი ყავს და რაღაც წევხარ და აგებ. სინამდვილეში რა არის, იმ დროს ფიქრობ ეგრე, რომ თამაშობ თითქოს იმისთვის, რომ უბრალოდ იდგე მოწოდების სიმაღლეზე, იმიტომ რომ ის მოლოდინები, რომელიც ჩვენ მიმართ არსებობს, იმ მოლოდინებს თითქოს თამაშის გარეშე ვერ ასრულებ. და თამაში არის ერთ-ერთი შესაძლებლობა და იმ მომენტში შენთვის ერთადერთი, რომლითაც შეიძლება დაუშვათ ის პრობლემები მოაგვარო, რომელიც წინაშეც დგახარ. მაგრამ შენ ახსენე რომ სამსახურიც მქონდა, ანუ სამსახურში მუშაობაში ხელი არ გეშლებოდა? რა თქმა უნდა რომ შემიშალა ბოლოს უკვე, იმიტომ რომ თამაშ დამოკიდებულებასაც თავის სტადიები აქვს. როცა მესამე სტადიაზე ლაპარაკი, მანდ უკვე ფაქტიურად შენ სამსახურში დადიხარ, უბრალოდ დადიხარ, მაგრამ იქ არ ხარ პროდუქტიული, იმიტომ რომ არანაირი мотиваცია არ გაქვს, იმიტომ რომ ის ხელფასი, რომელიც თუნდაც ბონუსიანად, რომელიც შეიძლება რომ თვის განმავლობაში გამოიმუშაო, იმას შენ აგებ 15 წუთში შესაბამისად, ეს არ არის ის რის გამოც შენ იოფლიანებ სამსახურში. და აი ამ დროს რა ხდებოდა ის შენ ფიქრებში, შენ თავში რა ხდება? აი როგორ ასე ვცხოვრობ, მე მაქვს პასუხისმგებლობები. რა განცდები გეუფლებოდა ხოლმე? ერთ-ერთი საბაზისო, რომელიც გაქვს მაგ მომენტში და ეს ნებისმიერ თამაშ დამოკიდებულთან ეგრეა, ეს არის ის, რომ შენ ამ საკითხს საგულდაგულოდ მალავ. ძალიან მალავ. იდეაში ბევრისთვის სურპრიზიც იყო მე რომ თქვი მე საჯაროდ, რომ მე ვარ თამაშ დამოკიდებული. იმიტომ რომ ძალიან ბევრისთვის იყო ეს სურპრიზი შენ, ხო მე ვარ თამაშ დამოკიდებული და რა იყო იცი ამ ყველაფერს რომ ძალიან მაგრად მალავ და ფუთავ და გაქვს ასევე ძალიან სერიოზული ფინანსური გამოწვევები, იმიტომ რომ თამაში ლოგიკურია რომ ეს პრობლემები იქნება. მე ვერაფერს ვერ ფიქრობ გარდა თამაშისა, იმიტომ რომ შენ ეს ფინანსური პრობლემები და ზოგადად ეს პრობლემები რომელიც გააქვს, უნდა მოაგვარო ძალიან მალე. იმიტომ რომ შენ დიდხანს ვერ დამალავ ამ ყველაფერს და იმას რომ გაგისკდეს, რომ თამაშობ, გირჩევნია მიწა გაგისკდეს. შესაბამისად, სხვა ალტერნატივასაც ვერ ფიქრობ, გარდა თამაშისა, რომ ეს პრობლემები მოაგვარო.
მე უკვე გრძელდება ის ისტორია, რომ უფრო ემოციურად თამაშობ, უფრო ირაციონალურად თამაშობ, უფრო იმპულსურად მოქმედებ, იმიტომ რომ ეს გინდა რომ ჩქარა მოაგვარო და კიდევ უფრო დიდ პრობლემას ქმნი. ანუ პრობლემა, რომელიც თამაშ დამოკიდებულების ნიადაგზე გაქვს შექმნილი, ისევ თამაშით გინდა მოაგვარო, სინამდვილეში ეს არის. უბრალოდ იმ მომენტში შენ სხვანაირ გზას ვერ ხედავ. და საბოლოო ჯამში მიდიხარ ფსკერის მდგომარეობამდე და მადლობა ღმერთს რომ მივედი. იმიტომ რომ ფსკერის მდგომარეობა ეს არის ის რაღაცა წერტილი, კულმინაციური, რომელიც არ უნდა დაკარგო. იმიტომ რომ თუ დაკარგე, მაშინ შემდეგ ფსკერს უნდა დაელოდო, რომელიც კიდევ უფრო მძიმე იქნება. ისე რომ მაინტერესებს. ანუ ამ დამოკიდებულების შემთხვევაში აბსტინენცია რა არის? რაში გამოიხატება აბსტინენცია? შენ ახსენე, რომ ისევ გინდა თამაში, იმიტომ რომ ის ფინანსური პრობლემები მოიგვარო. მაგრამ ისევ გინდა თამაში, რომ უბრალოდ პროცესში გინდა იყო ჩართული, ეს არ არის. აი როგორი აბსტინენცია თამაში? მანდაც ძალიან ბევრი ილუზია გაქვს რა. შენ ფიქრობ, რომ ფულის გამო თამაშობ. სინამდვილეში შენ თამაშობ ემოციის გამო. ანუ ემოცია უნდა მიიღო. ოღონდ შენ ფიქრობ, რომ ფულის გამო თამაშობ, ესეც ილუზია. მაგრამ თან ფულიც ხო გჭირდება, იმიტომ რომ წააგე და უნდა ფულიც გჭირდება, კი. ყველაზე მაგრამ გამოსავალი რატო არის აღიარება? პირველი ნაბიჯი რატომ არის აღიარება? ნახე, როგორი საინტერესო გადასვლა ხდება უცებ. მე თუ ვაღიარე, მეყო გამბედაობა და ვაღიარე, ოღონდ არა ფულის გამო ვაღიარე, არამედ ვაღიარე, იმიტომ რომ დავიღალე ამ ყველაფრით და მინდა რომ რაღაც შევცვალო. ამ შემთხვევაში მე აღარ მეჩქარება, იმიტომ რომ ყველაფერი გაიქო. მე ხო იმის მეშინოდა რომ დაუშვათ სხვა ადამიანებს არ გაეგო ჩემი პრობლემების შესახებ. და ამ შემთხვევაში ეს საკითხი უკვე გავიარე. ანუ ყველაფერი გაიგო. ეხლა აღარ მეჩქარება. ეხლა თურმე მაქვს თუნდაც წლები იმისთვის, რომ ის პრობლემები მშვიდად, წყნარად დავალაგო. მაგრამ ეს რა თქმა უნდა, რომ საკმარისი არ არის, აღიარებას გულისხმობ, ამას ჭირდება უკვე შემდგომი მოქმედებები, შემდგომი მუშაობა საკუთარ თავზე, რავი, ფეხი რო ტყდება ადამიანს მე მგონია რომ ყველა მიდის ექიმთან, ტრავმატოლოგთან, რომ თაბაშირში ჩაისვას თავის ფეხი. აქაც ესე არა, უბრალოდ არ არის ლეგიტიმაცია თამაშ დამოკიდებულების როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის. ანუ ჩვენ მაგალითად ადამიანს რომელსაც ფიზიოლოგიური პრობლემა აქვს, რავი, გაციებით დაწყებული, სიმსივნით დამთავრებული, აქ ჩვენ ემპათია გვაქვს ამ ადამიანების მიმართ და ვამბობთ, რომ ანუ მანდაც ხო იდეაში უპასუხისგებლოა ის ადამიანი იმ კონკრეტულ სიტუაციაში, როცა მას გრიპი დაემართა, იმიტომ რომ ან თხლად ეცვა, ან ისეთ გარემოში მივიდა, სადაც ვიღაცისგან გადაედო, ან რაღაცა მსგავსი, ან ნებისმიერ შემთხვევაში დაუდევრობა. აქ უბრალოდ ამაზე არ ვაკეთებთ აქცენტს და შევდივართ მის მდგომარეობაში, ემპათიურები ვართ და ვამბობთ, რომ ნუ არა უშავს ხდება და მოდი ახლა რაღაცნაირად ვიმკურნალოთ, მოდი წამლები დალიე, თბილად ჩაიცვი, ჩაწექი ლოგინში და რაღაცა ერთ კვირაში კარგად იქნება. ამ შემთხვევაში აი ეს ლეგიტიმაცია არ არის, იმიტომ რომ თამაშ დამოკიდებული სტერეოტიპულად ეს არის ადამიანი, რომელიც არის ცუდი და არა ავადა. ამ დროს ავად არის. რეალურად ავად არის. აი ძალიან მიყვარს ხოლმე ამ მაგალითს მოყვანა. აი ხა სტუდიაში რომ შემოვიდეს უცხოპლანეტელი როგორი იქნება? არ ვიცი. აი შენს წარმოდგენაში როგორი იქნება? ნუ ძალიან დიდი და რაღაც ცივი. ალბათ გრძელი თვალებით და გრძელი კიდურებით, ხო? იმიტომ რომ სტერეოტიპია, ხო? იმიტომ რომ ნანახი გაქვს ფილმებიდან და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა ესეთია იქნებ, რა დაბალია და გრძელი კუდი აქვს პირობითად, ხო? ყავს ნანახი უცხოპლანეტელი. არ მგონი, არც ასე რომ არ ვიცი როგორი იქნება რა. და თუ სტერეოტიპულად შევხედავთ ამ საკითხს, ეგეთი იქნება. აქაც ესეა რა, ჩვენ სტერეოტიპები რისთვის გვჭირდება? იმიტომ რომ ჩვენმა ტვინმა არ მოახდინოს დაღლა, ანუ ენერგიის დაზოგვის მიზნით რა. ეხლა შაბლონი არსებობს და მე ამ შაბლონის მიხედვით ხელმძღვანელობ. ეხლა მაფიქრე კიდე და მაკეთებინე ანალიზები რა, ამაში და ამაში ეხლა კიდე ენერგია მახარჯინე თან ტვინი, რომელიც ისედაც ჩვენი სხეულის 30% ხარჯავს ენერგიისას. ის ისედაც ორიენტირებულია, რომ თავისი ენერგია მაქსიმალურად
კარგად დაზოგოს და ამიტომ ჭირდება სტერეოტიპები, ამიტომ ჭირდება ის შაბლონები, რომლის მიხედვითაც ფიქრობს. და ამ დროს ადამიანს ეუბნები, რომ თამაშდამოკიდებული ცუდი ადამიანი კი არ არის, უბრალოდ დახმარება ჭირდება. როგორ არ არის ცუდი ის მატყუ არა, ის ისეთია, ასეთია, პასუხისმგებლოა, манипуляტორია, კი, მაგრამ ეგ ყველაფერი სიმპტომებია. ისევე როგორც გაციების შემთხვევაში ხველად სიებცხელება და უშუალოდ სურდო ეს არის უბრალოდ გაციების სიმპტომებია. აქ ლეგიტიმაცია იქ არ არის. და ეს სტიგმა საზოგადოების მხრიდან, ხო, საბოლოო ჯამში ქმნის იმას, რომ ყველა ადამიანს უნდა რომ დამალოს ეს ყველაფერი, რომ არავის არ უნდა იყოს ცუდი. აი ესეა ეს ყველაფერი მოწყობილი და ცდილობენ ადამიანები ბუნებრივია რომ დარჩნენ ამ პრობლემაში იქამდე სანამ მაქსიმალური ფსკერი არ დადგება სადაც უბრალოდ აღარ შეიძლება რომ გაჩერდეს. აი რა არის ფსკერი? ეს ინდივიდუალურია. ვისთვის რა არის? ვისთვის ფულის მოპარვაა ფსკერი, ვიღაცისთვის რავი სიტყვის გატეხვა ფსკერი, ვიღაცისთვის ვიღაცისთვის ამან ნებისმიერ შემთხვევაში ფსკერის დროს შენი მორალური პრინციპები მკვეთრად ირღვევა. შენ შემთხვევაში ასე იყო. ჩემ შემთხვევაში რა იყო შენი ფსკერი? იცი რა არის, ჩემ შემთხვევაში იყო ის რომ მე ჩემ თავზე რა წარმოდგენებიც მქონდა ზოგადად და რა წარმოდგენებსაც ვაშიარებდი ასე ვთქვათ საზოგადოებაში, აი ეს ერთ დღეში დამემცხვრა და ეს იყო 17 აპრილი. 17 აპრილი იყო და ამ დღეს მე ჩემს კულმინაციას ვეძახი, ჩემს მეორე დაბადების დღეს ვეძახი, იმიტომ რომ მაგ დროს აქედან იწყება ჩემი ისტორია გამოჯამთელი. გახსოვს თარიღი ესე. რა თქმა უნდა. და რა ხნა მოხდა 17 აპრილს? სიმართლე რო გითხრა, განსაკუთრებულად დიდი ფული არ წამიგია. უბრალოდ ან ბევრად მეტიც წამიგია სხვა დროს, მაგრამ ეს იყო კოვიდის დრო, 2020-ის 17 აპრილზეა საუბარი. სხვათა შორის კოვიდი სხვების შემთხვევაში თუ კი იყო ასე ვთქვათ ძალიან მძიმე პერიოდი, ჩემთვის იყო ერთ-ერთი საუკეთესო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე კარგად აეწყო. ერთი ის რომ სხვა დროს რომ დამდგარიყო 17 აპრილი, მე აუცილებლად მეორე დღიდანვე ფულის შოვნაზე ვიქნებოდი ორიენტირებული. ეს ბანკი იქნებოდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იქნებოდა თუ რა. კოვიდის დროს გემახსოვრება, სულ ყველაფერი გაჩერდა, მათ შორის მანქანასაც ვერ ვალომბარდებდი და მე კიდევ თამაში მინდა, იმიტომ რომ ფული მაქვს წაგებული. აბსოლუტურად 1 ლარი არ მაქვს დარჩენილი და ამავდროულად ეს ის პერიოდია, როცა, რა ვიცი, ოჯახი მყავს და რაღაცა საკვებია საჭირო, კომუნალურის გადახდაა საჭირო, სესხები, ისა და საბოლოო ჯამში ამ გამოწვევის წინაშე ვდგავარ და არც ვიცი რა უნდა ქნა. ეხა იმ მომენტში შენ რო ვინმესთან მიხვიდე და ფული მასესხეო, შენს ხვდები, მეც კი ვხვდებოდი, რომელიც ღრმა თამაშდამოკიდებულებაში ვიყავი, რომელიც თავიდან ბოლომდე ოპტიმიზმზე დგას ეს პრობლემა, რომ აქედან არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ კოვიდი გაგანია, კოვიდის დროს შენ რო ვინმესთან მიხვიდე ფულის სასესხებლად ძალიან უტოპიური იდეაა. ვერც ბანკი მეხმარება, ვერც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვერ მეხმარება. ვდგავარ იმ მოცემულობის წინაშე, რომ საჭმელიც აღარ არის და ხვალ შუქიც აღარ იქნება. და ამავდროულად რაღაცა ეს ამავდროულად ის ჩემი შინაგანი პრობლემები, რომელიც მე მაქვს, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ დაუშვათ სინანული ძალიან დიდი რო ეს რა ვქენი. დაუშვათ ის უკონტროლობა საკუთარი, რომელსაც ხელი ჩამოვართვი და ის შევეხი ამ ჩემს უკონტროლობას. და საბოლოო ჯამში ვარ აბსოლუტურად განულებული როგორც სულიერად, ისე ფინანსურად. და მაშინ წამოვიდა სუიციდის იდეა. ხო, იმიტომ რომ ეს იყო უკიდურესი გაქცევის ფორმა, რომელიც მადლობა ღმერთს, რომ სისრულეში არ მოვიყვანე, მაგრამ იდეა გაჩნდა. და იქ წარმოდგენები რო გაქრო, აი რაღაცა შენი პანაშვიდები როგორი იქნება და იქ რაღაცა ვინ მოვა, ვინ რას რეებზე ფიქრობ ადამიანი მაგ დროს, ხო? ანუ ძალიან გეცოდინება ეხა შენი პანაშვიდების დროს ვინ მოვა და ვინ წავა. ანუ ეს იდეები ალბათ კოვიდმაც თავისი ასე ვთქვათ დაამატა ეს ჩაკეტილობის პროცესი, რომელიც არც კი იცი როდის დასრულდება და საბოლოო ჯამში კოვიდმა ისე მომიჭირა ამ თვალსაზრისით,
რომ კოვიდის ეხა მადლიერი ვარ, იმიტომ რომ არა ეს მოჭერა და რომ არა ეს ფსკერის მდგომარეობა, მე არ ვიცი როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ შეიძლება კიდევ ბევრად უფრო მძიმე ფსკერის მოლოდინი მქონდეს ამ თვალსაზრისით. და სუიციდზე ფიქრები რამ გაგიფანტა? ნუ იქ როცა მარტო არ ხარ რაღაც მომენტში ეს გაძლიერებს და ეს გინეიტრალებს რა მაგ იდეებს, ასე ვთქვათ, სუიციდის, იმიტომ რომ ვინმე თუ ეხლა არის ამის წინაშე, რას ეტყოდი? აუცილებლად ვინმეს დაელაპარაკოს. აუცილებლად. ან მარტო არ უნდა დარჩე მაგ დროს. აუცილებლად არ უნდა დარჩე მარტო, იმიტომ რომ შენივე თავი მიგიყვანს სუიციდამდე, თუ კი არსებობს ღრმა ეგზისტენციალური კრიზისი. შენ ვის დაელაპარაკე? ჩემს ოჯახის წევრებს. ეს გაუზიარე? კი, იმიტომ რომ იმდენად აი აქ ეს რაღაც ბურთულა რო გაქვს. ჩემს შემთხვევაში ეს ბურთულა წითელია. ვიღაცისთვის შეიძლება მწვანე იყოს, აი ჩემს აღქმაში ეს წითელი ბურთულა, რომელიც აი ყელში გაგაჭედილი და რო აღარ იცი რა ქნა რა, ანუ გარეთაც ვერ გადიხარ კომენდანტის საათი, ანუ ის მომენტიც არ არის, რომ აი გარეთ გახვიდე, განიავდე რაღაც, ანუ ისტერიულად დადიხარ საძინებლიდან აივანზე და აი რაღაცა და აი უბრალოდ ძალიან ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, რომ ამ ადამიანს რაღაცა აწუხებს, რაღაც ვერ არის კარგად რა, იმიტომ რომ ისტერიულად სიგარეტს ეწევა და დადის საძინებლიდან აივანზე. და ნუ მე უბრალოდ ერთი კითხვის დასმა მინდოდა, რომ რა ხდება და მეც კედან უკვე. ხო, ანუ ეს იყო ძალიან ისეთი ძიმე ფსკერის მდგომარეობა ჩემთვის. ვიღაცისთვის შეიძლება ეს არაფერი არ იყოს, მაგრამ შეიძლება მისი ფსკერი ჩემთვის არაფერი არ იყოს. ამიტომ ამბობ ეს არის ინდივიდუალური და ფსკერის მე უდიდესი მადლიერი ვარ და ზოგადად თამაშდამოკიდებულების უდიდესი მადლიერი ვარ, იმიტომ რომ არა თამაშდამოკიდებულება, მე დღეს ის ცხოვრება არ მექნებოდა, რომელიც მაქვს. ეხლა შენ დაიბრუნე საკუთარი თავის რწმენა, რაც გაკლდა 28 წლამდე. ცხადია, იმიტომ რომ ნახე სალომე 6 წლის წინ ვინმეს რო ეთქვა ჩემთვის, რომ დადგება 2025 წელი. შენ ჩახვალ ლონდონში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ჟურნალი ლანცეტი მოგისმენს თამაშდამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ტარს დაგიკრავენ. გეტყვენ, რომ რა მაგარი მიგნებები გაქვს თამაშდამოკიდებულებასთან დაკავშირებით. და ჩამოხვალ სიგელით, ჩამოხვალ აღიარებით. მე ვეტყოდი, რომ რაღაც გეშლება. ვინმეს რო ეთქვა მაგალითად 6 წლის წინ, რომ 6 წლის განმავლობაში დაახლოებით, რა ვიცი, 500 ადამიანი მაინც გეყოლება გამოჯამრთელებული თამაშდამოკიდებულებით. რომ ეთქვა ვინმეს, რომ არ გექნება შენი სარეაბილიტაციო ცენტრი. რომ შენ იქნები ექსპერტი დამოკიდებულების. მე ვერ დავიჯერებდი ამას, მაგრამ ეს არის ფაქტი, დღეს ჩემი ცხოვრება ეგეთი. ვისი მადლიერი ხარ ამისთვის? სამყაროსი, ყველა იმ ადამიანის თამაშდამოკიდებულების და ჩემი თავის. არ ვიცი, რაღაც ძალიან ისეთი ისტორია გაქვს და გაგვიზიარე და ძალიან დიდი მადლობა ამ ღიაობისთვის. კი, მე ღია ვარ ეგეთი ისტორიების გაზიარებისთვის, ნებისმიერი ჩემი ბენეფიციარი, ვისთანაც მუშაობ, ყველა მიცის ჩემი ისტორია. სხვათა შორის მე გაგრძელებაც ძალიან საინტერესო იყო ამ ყველაფრის. იმიტომ რომ მე თუ რამე მეჭირა ხელში, ეს იყო ის, რომ უბრალოდ რა იდეაც მქონდა, ეს იყო ის, რომ უნდა გამეკეთებინა ორგანიზაცია. ეს როდის გაგიჩნდა ეს იდეა? 2019 წელს. ჯერ კიდე ფსკერის მდგომარეობა არ არის დაწყებული, უბრალოდ არ არის მოსული ეს 17 აპრილი ჩემი ფსკერის კულმინაცია. მაგრამ უკვე ვგრძნობ, რომ რაღაცეები მაქვს გასაკეთებელი ამ მიმართულებით და რამდენიმე თვით ადრე სანამ კოვიდი დაიწყებოდა, უბრალოდ მივედი იუსტიციის სახლში, დავარეგისტრირე აზარტული თამაშების კვლევის და დომანის პრევენციის ცენტრი. სანამ დაიწყებოდა შენი გამოჯანმრთელი. და რა კარგი ნაბიჯია. კი. აი რაღაცა ხელშესახებს რომ გააკეთებ ადამიანი და გადადგავ ნაბიჯს. მე ის თითქოს პასუხისგებლობას იღებ ხო ამითი. აი მანდ ჩაისახა შენი პასუხისგებლობა. კი. და მე მიჭირავს უბრალოდ საჯარო რეესტრის ქაღალდი, რომ ეს ორგანიზაცია არსებობს და ნუ მეგობრების დახმარებით გავაკეთე Facebook page-ი, ის page-ი, რომელიც ეხლაც არის. და განსაკუთრებით 17 აპრილის მერე ალბათ
ძალიან ბევრი ადამიანი COVID-მა კიდევ უფრო ჩააგდო თამაშდამოკიდებულების პროცესში, იმიტომ რომ ეს ჩაკეტილობა, ეს რაღაც მენტალური საკითხი იყო და ვფიქრობ, რომ ესეც იქნებოდა. ამ page-ზე დაიწყო აქტიური მიმოწერა ადამიანების მხრიდან, რომ რაღაც მეც ეს პრობლემა მაქვს, რა შეიძლება რომ გავაკეთო, როგორ რაღაც რას მირჩევდი, მე თვითონ გუშინ წინ ფსკერი მქონდა, მე ვის რა უნდა ურჩიო. ხო? და ალბათ ესეც რაღაც მესიჯი იყო სამყაროსგან, რომ ეს ის გზა არის, რომელზეც უნდა იარო და მაშინ ერთადერთი რაც შემეძლო იყო ის, რომ ამ ადამიანებს ვეუბნებოდი, რომ მოდი შევხვდეთ, ვისაუბროთ, ვიაროთ ქუჩაში. ოღონდ კომენდანტის საათამდე. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ალბათ 1-50 ადამიანი ესე გავიცან. და დაეხმარა. ვერ დავეხმარეთ ხარბია, იმიტომ რომ მე თვითონ დასახმარებელი ვიყავ. ეს ის პერიოდია სანამ. უბრალოდ საუბრობდით ერთმანეთთან, ის თავისას მიზიარებდა, მე ჩემსაც უზიარებდი. აი, უბრალოდ გაზიარება იყო რა და ამ გაზიარებაში მე რაღაც გარკვეული ანალიზები უკვე დავიწყე. ანუ მე თუ ხედავ, რომ ეს მარტო მე არ მჭირს და ჭირს კიდე ჩემნაირად სხვა ადამიანებსაც, ესე იგი ეს რაღაცა ამ დაავადების სიმპტომატიკაა. და რაღაც დავიწყე ჩემთვის აი ამ კვლევის კეთება, ასე ვთქვათ რა. რა თქმა უნდა, არა პროფესიულ დონეზე. უბრალოდ ჩემთვის. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ესეთი მიმოწერის დროს შემხვდა ადამიანი, რომელთანაც ვისაუბრე, უკვე გარკვეული გამოცდილება დაგროვებული მაქვს ამ თამაშდამოკიდებულებასთან მიმართებაში. დავემშვიდობეთ ერთმანეთს მთელი დღე თბილისში ვიხეტიალეთ. გამიადვილა ის საკითხი, რომ იმ დროს ამინისტია შეეხო პეიმენტებს თუ გახსოვს სესხის გადახდასთან დაკავშირებით, ვინაიდან COVID იყო, ბანკებმა, ასე ვთქვათ, გამოიჩინეს ჰუმანურობა და არ გთხოვდნენ თვიურ გადასახადის გადახდას, თორემ მე გადატვირთული ვიყავი სესხებით. და ეს დრო აი ამაში გავატარე, რომ არც სამსახური მიძებნია სიმართლე გითხრა და არაფერი, იმიტომ რომ სამსახურიდანაც გამომაგდეს თამაშდამოკიდებულების ნიადაგზე, ჯერ ფსკერამდე რამდენიმე თვით ადრე. და საბოლოო ჯამში ეს ადამიანი, როდესაც დავშორდი ამ ადამიანს, მეორე დღეს მირეკავს ტელეფონზე ზარი შემოდის, ხვდები ადამიანს. და ეს ადამიანი უბრალოდ ვერ დავასახელებ ხარ, არის თბილისში ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, ბიზნესმენის გულისხმობ და ნუ მეუბნება რომ შევხვდე, ხარ, შევხვდე, ოკეი, შევხვდეთ. მე მგონია რომ ალბათ რაღაც სამსახურის შემოთავაზება აქ ან რაღაც მსგავსი. მეუბნება რომ ჩემი ოჯახის წევრი შეგხვდაო შენო გუშინ. და ეს ადამიანი რო შეგხვდაო, მოკლედ ჩემი ოჯახის წევრიო, მოკლედ რა ძალიან კარგად გრძნობსო ეხო თავსო და შეგიძლიაო რომ იმუშაო ამ ადამიანთან. მე ვერ ვიმუშაობ, იმიტომ რომ არ მაქვს ეს. ანუ მე არ მაქვს კომპეტენცია. არ ვარ ჯერ იმ ეტაპზე რომ ვინმეს დავეხმარო. სად არ ყავდა. მაგრამ ავი ესეთი კარგადო არ გვინახავსო, ესეთი კარგი განწყობით არისო და იქნებო უბრალოდ კონტაქტი ქონდეთ. ხო. და მეთქი კი ბატონო, უბრალოდ ტყუილი რო არ გამომივიდეს, იმიტომ რომ მეც უკვე პიროვნული ზრდის ეტაპზე ვარ და მე აღარ ვარ იმ ეტაპზე, რომელ ეტაპზეც ვიყავი მაგალითად 1 წლის წინ რო დავუშვათ რაღაცა ტყუილზე ამეგო რამე, აი აბსოლუტურად გულწრფელად ვეუბნები რომ მე ამას ვერ გავაკეთებ. მაგრამ მე ვეცდები უბრალოდ მქონდეს კონტაქტი. და ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება ადამიანთან მუშაობის, რომელშიც ვიღებდი ჰონორარს, ოღონდ ეს მოხდა აბსოლუტურად სურპრიზულად, იმ გაგებით ვამბობ, რომ მე არც მქონია ამის მოლოდინი, უბრალოდ ამ კომპანიის ბუღალტერიამ დამირეკა და მითხრა, რომ თქვენი ანგარიშის ნომერი გჭირდა, რომ რაღაც უნდა დაგირიცხოთ. და ეს ზუსტად იმდენი იყო, სალომე, ანუ მისტიკა ალბათ, მაგრამ ზუსტად იმდენი იყო, რამდენიც მეჭირდებოდა თვიდან თვემდე სესხების გადასახდებით. ოღონდ ერთი ლაერთ მეტიც არის. და შენ წარმოიდგინე ჩემი მდგომარეობა, როდესაც მე თვითონ თამაშდამოკიდებული ვარ, გერიცხება ფული და ამ ფულიდან არაფერი არ რჩება. ეს უნდა დაარიგო ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, ოღონდ ისე რომ 1 ლარი არ დაგრჩეს. ეს იყო ჩემთვის როგორი გამოცდა, იცი, აი როგორი ჩელენჯი იყო, იცი, ვერ ავხსნი.
და უბრალოდ მაგ დროს მქონა გააზრებული, რომ ეხლაც რო რაღაც ვქნა, ანუ უკანასკნელი ადამიანი ვიქნა. არა, უკანასკნელ ადამიანზეც არ არის. ხვდები რომ უკან ვეღარ მოტრიალდები რა. მე მან დამთავრდება. ეს არის გზაგასვლა. ხო, ანუ მან თავდება. ხო. აქ ირჩევ, უკვე არჩევანი დგას, იყო თუ არ იყო. იმიტომ რომ თუ კი ეს გააკეთე, არ მგონია რომ მე ყოფნა გააგრძელო. მერე უკვე მოხდა ისე რომ რაღაც ბირთვი შეიკრა ადამიანების, რომლებსაც ჰქონდა ეს პრაქტიკული გამოცდილება და ჰქონდა იმის სურვილი, რომ რაღაცა სარეაბილიტაციო ცენტრი გაგვეკეთებინა. მერე უკვე დაუკავშირით პროფესიონალებს, რომლებიც უკვე თეორიულ ცოდნას ფლობდნენ, ჩვენ შევაერთეთ ეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და ჩამოყალიბდა სარეაბილიტაციო ცენტრი დღე პირველი. და დღე პირველს აქვს ძალიან ბევრი რეგალია დღეს. მოპოვებული. აქ მხოლოდ თამაშდამოკიდებულები არიან? და თანადამოკიდებულები. და თან, ანუ ოჯახის წევრები, ის ხალხი ვინც. სხვათა შორის, აი, რამდენიმე დღის წინ ჩამოვფრინდი ფინეთიდან, მანდ იყო საერთაშორისო კონფერენცია თამაშდამოკიდებულების მიმართულებიდან, ნუ ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი კონცეფცია, ზოგადად ჩვენი მიგნებები და სხვათა შორის ძალიან დიდი მოწონება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჩვენ თამაშდამოკიდებულებას განვიხილავთ როგორც ოჯახურ დაავადებას. სადაც დამოკიდებულს და თანადამოკიდებულს განვიხილავთ როგორც აქტორებს ამ პრობლემის მიმართულებით და ძალიან სასარგებლოა თუ კი ორივე მუშაობს თავის თავზე ამ პროცესში, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ეს ჰიპერმზრუნველობის შედეგად თამაშდამოკიდებულის რეაბილიტაცია, როცა არ მიდის ეფექტიანად, იმიტომ რომ თანადამოკიდებულები თავის როლს ისევ აგრძელებენ თანადამოკიდებულების მიმართულებით და ამაზე გვქონდა საკმაოდ ვრცელი, ასე ვთქვათ, მოხსენება ამ კონფერენციაზე და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ამ იდეამ, იმიტომ რომ მაინც საბოლოო ჯამში გაგვირდება და ამერიკაშიც, ევროპაშიც თამაშდამოკიდებულება განიხილება როგორც მხოლოდ თამაშდამოკიდებულება, იმიტომ რომ საქართველოს მოდელი მაინც განსხვავებულია, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში თანადამოკიდებულის როლი არის მნიშვნელოვანი იმ გაგებით ვამბობ, რომ საქართველოში მაინც ჰიპერმზრუნველობაში ვლინდება თანადამოკიდებულების როლი. და ესეთი თბილი და ესეთი ჰიპერსიყვარული, როგორც ქართულ ოჯახებშია, ამის ბევრი მაგალითი არ არის საზღვარგარეთ. იქ ალბათ 50-50-ზე არის ჰიპერმზრუნველობა და პირიქით უსიყვარულობაში გაზრდილი შვილები და ჩვენთან ალბათ 99% ჰიპერმზრუნველობაში და განსაკუთრებულ მზრუნველობაში გაზრდილი შვილები არიან თამაშდამოკიდებულები და არა პირიქით უსიყვარულობაში. ამიტომ ჩვენ როცა წარვადგინეთ ჩვენი გამოცდილება და ჩვენი кейსები ამ მიმართულებით თუ რა პროცენტი არის თანადამოკიდებულების ჩართული ამ პროცესში, საკმაოდ ისეთი სურპრიზი იყო მათთვის რა ეს ამბავი და ძალიან ესეთი შეფასება მივიღეთ ამ მიმართულებით, რომ საკმაოდ საინტერესო მიგნება იყო მათთვისაც. საქართველოში დაახლოებით რა პროცენტია თამაშდამოკიდებული პლუს თანადამოკიდებულები? უზარმაზარი ადამიანთა რიცხვია ეს, იმიტომ რომ ყველაზე პესიმისტური დათვლებით სადღაც 300,000 თამაშდამოკიდებულია და თუ კი 300,000 თამაშდამოკიდებულს დავამატებთ თითოზე 2 თანადამოკიდებულს მილიონს გავწდით. ამდენია. კაი, მოდი გადავიდეთ ახლა საქართველოს საკითხზე, რითიც დავიწყეთ საუბარი. ამ ქვეყანაში სადაც არ უნდა გაიხედო, არ ვიცი, აი, ეროვნული ლიგები, რაღაც სტადიონები, აი, ეროვნულობასთან რაც არის ასოცირებული, ყველაფერს აქვს იმის კაზინოების სახელები. აი, ბავშვი გამოდის გარეთ, ხედავს ამ კაზინოების სახელს, ფორმას უყიდი ნაკრების და არ ვიცი, შეიძლება ნაკრებზე არ არის ეს? არ არის, ხო? მაგრამ ნუ რაღაცას იყიდი და იქ არის YouTube-ს ჩართავდა ყველგან ეგ არის. ანუ რა გარემოში უწევს დღეს ახალგაზრდას ცხოვრება და რას მოიტანს ეს 10 წელიწადში შენი აზრით? იცი, მე არ განვიხილავ მხოლოდ გარე ფაქტორებს. მე უყურებ ამ ყველაფერს როგორც მედლის ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან. და როგორც გარე ფაქტორები არის მნიშვნელოვანი, ისე
შიდა ფაქტორები არის მნიშვნელოვანი, როგორც არის თვითშეფასება, როგორც არის ბავშვების ტრავმები, როგორც არის მაგალითად ეგოს საკითხი და ასე შემდეგ. სინამდვილეში შიდა და გარე ფაქტორების თანამშრომლობა ქმნის ამ პრობლემას. მაგალითად, როდესაც ოჯახებში არის არაჯანსაღი ურთიერთობა, არ არის განსაზღვრული მკაცრად საზღვრები, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, ეს ყველაფერი ქართულ ოჯახებში სამწუხაროდ არის აზელი-დაზელი. მე კონკრეტულად ჩემი კუთხით შემიძლია ვთქვა, ჩვენთან რეკავენ სარეაბილიტაციო ცენტრში დედები, ან მეუღლეები, ან დები, თვითონ თამაშდამოკიდებული, ნაკლებად. ალბათ მახსენდება 2-3% ალბათ საერთო დანარეკები, საერთო ჯამში. ანუ 97-98% რეკავს ქალი. ეს ჩემთვის სიგნალია, რომ თანადამოკიდებულების საკითხი ძალიან მწვავედ დგას. ხა კომუნიკაცია. განსაკუთრებით ვლაპარაკობ დედებზე. ახე გამარჯობა. პრობლემა გვაქვს თანადამოკიდებულების, ისმენთ რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, ჩვენი ოპერატორია. ჩემს ბავშვს აქვს თანადამოკიდებულების პრობლემა. ბავშვი 40 წლის. ბავშვი არის 40 წლის, რომელიც დაახლოებით 25 წელია წვერს იპარსავს. ეს ხომ არ არის შემთხვევითი, ეს არ არის ის, რომ დაუშვათ უბრალოდ მოფერებით ეძახი მის დედის აღქმა. დედის აღქმაში ის ისევ ბავშვი. და ნახე როგორი ორმაგი სტანდარტია, მე შვილისგან ვითხოვ იყოს ზრდასრული, მაგრამ ვექცევი როგორც ბავშვი. იმიტომ რომ ჩემს აღქმაში ის არის ბავშვი. ეს ხომ საბოლოო ჯამში მენტალური იმპოტენციას იწვევს. და ჩვენ ვიღებთ ადამიანს, რომელიც გაიზარდა ოჯახში, სადაც ისე გახდა 30-35 წლის, სადაც აბსოლუტურად არაფერზე არ აღუღია პასუხისმგებლობა. რატომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? მინიმუმ იმიტომ, რომ ჯილდოს სახით ქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება. მე თუ ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს არჩევანზე, მაშინ ჩემი თავისუფლებაც ამ არჩევანშია. მაგრამ შენ თუ აიღებ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე, მაშინ შენ გადამიწყვიტაო მე საით უნდა წავიდე და როგორ ვინ მოვიყვანო ცოლად და ვის გავშორდე. თანადამოკიდებულება ეს არის კონტროლი, რომელიც არის შეფუთული სიყვარულით. ეს არის კონტროლი, რომელიც არის შეფუთული ზრუნვით. და ამას როცა ელაპარაკები თანადამოკიდებულს და ამაზე როცა მიდის აქამდე თვითონ ცხადია. იმიტომ რომ ესე პირდაპირ რო უთხრა, ამას მოყვება ყველა ვარიანტში წინააღმდეგობა. ამიტომ თერაპიულად უნდა მივიდეს აქამდე. აი მერე უკვე არის ძალიან მძიმე ფსკერის მდგომარეობა ამასთანაც, იმიტომ რომ იაზრებს, რომ ის ყველაფერი, რაც მის ოჯახში ხდება, ამაში ძალიან დიდი როლი აქვს მასაც. დედას და მამას. ხო. იმიტომ რომ არასოდეს არ გააკეთეს ისე, რომ შვილს ქონოდა პასუხისმგებლობა და მას შესადამე თავისუფლება. და მერე ბრაზდებიან, რომ 35 წლის ადამიანი რატომ არის ესეთი იმპოტენტი მენტალურად. იმიტომ, რომ სხვანაირად არ უცხოვრია. ესე იქნება რეალურად დამოკიდებულება და ნახე, ეს ადამიანი ისედაც დამოკიდებულია თავის ოჯახზე და მისთვის ძალიან ორგანულია რომ იყოს დამოკიდებული. მას საბოლოო ჯამში უარს ამბობს მის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებაზე, რაც უნდა იყოს ეს არის თავისუფლება. ის მუდმივ დეფიციტს გრძნობს თავისუფლების. მას უწყვიტავენ მუდმივად რაღაცას. და საბოლოო ჯამში გამოდის ისე, რომ ეს ადამიანი, რომლისთვისაც ძალიან ორგანულია იყოს დამოკიდებული, ირჩევს დამოკიდებულებას ისევ და გარბის ამ ყველაფრიდან, იმიტომ რომ აქ სულ დეფიციტებია. და გარემოც ხელს უწყობს. აი ხა რომ გადავიდეთ გარე ფაქტორებზე. რა თქმა უნდა, გარემოც გაწვდის. გაქცევა მოგინდა, აი შენ თამაში და ითამაშე. აი შენ ნარკოტიკები და მოიხმარე. აი შენ ალკოჰოლი და მიიღე. მაგრამ აქ ერთი განსხვავება, ნარკოტიკს რეკლამას არავინ არ უკეთებს. თამაშებს უკეთებენ. ნახე, ყველაზე ნაკლებად მე გამოვდგებით
სათამაშო ბიზნესის დამცველად. ცხადია. უბრალოდ თუ კი ვლაპარაკობთ კონკრეტულად თამაშ დამოკიდებულების ჭრილში, მან აბსოლუტურად ეგრეა, რომ ეს ამორალურია რაც ხდება და დაუშვათ თამაშ დამოკიდებულთა რიცხვი რო ამდენია, ეს ამ რეკლამის დამსახურება. მაგრამ ოჯახში რო სხვა სიტუაცია ყოფილიყო? არა, მაგას არ ვამბობ, მაგრამ რო არ არსებობდეს საერთოდ სათამაშო ბიზნესი, პირობითად ვამბობ. ეს ადამიანი მაინც წავიდოდა დამოკიდებულებაში, ოღონდ სხვა დამოკიდებულებაში. ხო, იმიტომ რომ ესეთ გარემოში იყო რა. ის აუცილებლად ან ნარკოდამოკიდებული გახდება, ან ალკოდამოკიდებული, ან რამე დამოკიდებული, იმიტომ რომ 5000-მდე დამოკიდებულება არსებობს. უბრალოდ თამაში პოზიციონირებს ჩვენ ცხოვრებაში აქტიურად და გთავაზობს საკუთარ თავს აქტიურად, იმიტომ რომ დაუშვათ შენ მისთვის კლიენტი ხარ, რომელმაც უნდა დადოს ოქროს კვერცხი. და გაძლევს შესაძლებლობას რომ გაიქცე თამაშის მიმართულებით, არ იქნება თამაში, მე მაინც გავიქცევი ოღონდ სხვა მიმართულებით. იმიტომ რომ არსებობს ეგზისტენციალური კრიზისი, რომელიც გაზრდაში, ბავშვობის ტრავმებში და იმ გარემოშია, რომელშიც ვიზრდები. ხო, ანუ ის გარემო რო ყოფილიყო, მაგას ვამბობდი, ჯანსაღი, რა ეხლა მე ვხედავ იმ რეკლამებს. რა თქმა უნდა. ხო, რეკლამა რო ესეთი სუპერ ძალა იყოს, მაშინ ვისაც ექნებოდა რეკლამა ნანახი, ყველა თამაშ დამოკიდებული იქნებოდა. მაგრამ ესე არ არის. ზოგიერთზე მუშაობს, რომელ ზოგიერთზე, რომელთანაც არსებობს ის საფუძველი რომ იმუშაოს ამ რეკლამა. იმიტომ რომ მათთან არსებობს დეფიციტები. ხო და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასეთ ჰიპერმზრუნველი ოჯახებია, აი ასეთი ინფანტილურები არიან კაცები, თამაშ დამოკიდებულები, ნუ ზოგადად დამოკიდებულება ხო უფრო კაცებში არის პროცენტულად. ვერ ვიტყოდი რომ ბევრად. ბევრად არა, მაგრამ ნუ დაახლოებით 60-40. 60-40. ხო, აი რომ ვიცით რომ ასეთი გარემოა, ასეთი მენტალიტეტია ჩვენ ქვეყანაში, აი ასეთი არასრულფასოვნების კომპლექსით იზრდებიან ბავშვები, სკოლა სთხოვს რაღაც არარეალურ მოთხოვნებს, ოჯახი და კიდე ამას რო ემატება აი ეს ყველაფერი. აი ხა ესეთი რეკლამირება ევროპაში ხო არ არის? სხვათა შორის მოდი ვიქნები ბოლომდე ობიექტური რა არის. არის უბრალოდ აი ხა თუნდაც ფინეთში კონფერენციაზე რო ვიყავი, რო ვთქვი, ნებისმიერ სუპერმარკეტში შეგიძლია შეხვიდე და ითამაშო, ანუ დგას როგორც ჩვენთან რაღაცა ბანკის აპარატები დგას, ესე დგას სათამაშო აპარატი ნებისმიერ სუპერმარკეტში და ანუ შეგიძლია ითამაშო. ანუ ხელმისაწვდომობის ხარისხი იქ უფრო მაღალია, მაგრამ პროცენტი ჩვენთან უფრო მაღალია მოთამაშეების. ხო და აი რამ განაპირობაა? ნახე, მიზეზები არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ დავინახოთ. ერთი, ეს არის სიღარიბე. სიღარიბე, მეორე არის განათლება და ცნობიერების დონე. ღარიბ ქვეყანაში როგორც წესი განათლების დაბალი დონეა. ეს ერთი მეორესთან არის დაკავშირებული. აქედან მარკეტინგული, აგრესიული მარკეტინგული კამპანია, რომელსაც სათამაშო ბიზნესი აწარმოებს. იქით კანონის აღსრულების პრობლემა და პლუს ხელმისაწვდომობა. ანუ ეს ხუთი, ეს არის ის თაიგული, რომელიც ქმნის ამ გარე ფაქტორების მიმართულებით აი ამ სიტუაციას. მაგრამ იგივე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას თუ კი დავეყრდნობით, ისინი ამბობენ და მეც ვეთანხმები, რომ მთელი ბიუჯეტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული ამ პრობლემის წინააღმდეგ, ამ ბიუჯეტის 85% კარგი იქნება, თუ კი გამოყენებული იქნება პრევენციის მიმართულებით. რომ გაიზარდოს ცნობიერება საზოგადოებაში, არ ხდება სკოლაში მუშაობა, არ ხდება მოსწავლეებთან მუშაობა, არ ხდება სკოლის პერსონალთან მუშაობა, არ ხდება ჩვენთან უნივერსიტეტებთან მუშაობა, სტუდენტებთან, საზოგადოებასთან ზოგადად, რომ აი ელემენტარულად თამაშ დამოკიდებული ადამიანი რო ავადარი და არა ცუდი, ამის მიმართულებით არ ხდება არანაირი ინფორმაციის გავრცელება. ძალიან ცოტა მიცის რომ თამაშ დამოკიდებული ავადარი და არა ცუდი ადამიანია. ეს ხო ელემენტარული პრევენციაა. რომ ნახე, თუნდაც აი ამ აზრის ტირაჟირება რას გვაძლევს? გვაძლევს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც აღიარების შიში აქვს, იმიტომ რომ არსებობს სტიგმა, დროულად მოახდინოს ამის აღიარება, რომ დროულად მოხდეს ჩარევა. და დროულად მიიღოს ის სერვისი და ბევრად იაფად გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, ვიდრე გამოვედი მე. ვიდრე გამოვიდა კიდე სხვა. შესაბამისად, თუნდაც აი ამ სტიგმის მსხრევა ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, რომელზეც არავინ არ ზრუნავს.
ყველა თავმოყარე ქვეყანაში არსებობს მარეგულირებელი ორგანო, ჩვენთან არა. რატომ არის საჭირო მარეგულირებელი ორგანო? იმიტომ რომ მარეგულირებელი ორგანო სრულად იღებს პასუხისმგებლობას ამ პრობლემის მოგვარებაზე. ჩვენთან როგორ არის? ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო. აი ამ 4 სამინისტროზეა გადანაწილებული შენი თამაშდამოკიდებულების პრობლემა. ყველას ეხება ცოტ-ცოტა და საბოლოო ჯამში ყველასთვის ესაკითხი არის რიგითი. მარეგულირებელი ორგანო კიდე არის საჭირო იმისთვის, რომ სრულად აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა და ერთადერთი საკითხი იყოს, რომელზეც იმუშავებს. და ვინ არის ოპონენტი? სათამაშო ბიზნესი, რომელიც 24/7-ზე ზრუნავს საკუთარი ბიზნესის კეთილდღეობაზე და აქეთა მხრიდან არის 4 სამინისტრო, რომელიც კვარტალში ერთხელ შეიძლება შეიკრიბოს ამ მიმართულებით და რაღაც მოიფიქროს და ეს მოფიქრება იქნება ქაოტური. ის თუ 10 სვლას აკეთებს, აქედან ხდება 1 სვლის გაკეთება. მე მგონი 101-ზე. ხო, ხა მე რაც არ უნდა მაგრად ვიცოდე ჭადრაკის თამაში, მე და შენ თუ ჭადრაკს ვითამაშებ და შენ გექნება 10 სვლიანი უპირატესობა, რაც არ უნდა მაგრად ვიცოდე ჭადრაკის თამაში, ყოველს მომიგებ. იგივე ხდება აქაც. შესაბამისად, ყველა ქვეყანაში ამას არ ვამბობ პირველი წელია, არსებობს მარეგულირებელი ორგანო და წარმოიდგინე ბრიტანეთში ბევრად უფრო მსუბუქი რეგულაციების ფონზე ქვეყანაში თამაშდამოკიდებულთა რიცხვი 4-ჯერ უფრო ცოტაა, ვიდრე ჩვენთან, სადაც სათამაშო ბიზნესი ბევრად უფრო შეზღუდულია. გინდა რეკლამის თვალსაზრისით, გინდა გადასახადების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. გინდა ასაკის თვალსაზრისით. ანუ მარტო შეზღუდვა პრევენციის გარეშე შედეგის მომცემი არ არის და არსებობს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ამაზე აიღებს პასუხისმგებლობას. დღეს რო ვიკითხოთ, ვისი პასუხისმგებლობაა თამაშდამოკიდებულება, ესე ცალსახად არავისი. ცოტ-ცოტა ყველასი. საბოლოო ჯამში არავისი. და ამ დროს რა მხელა პრობლემა? 300,000. ცხადია. 300,000 ადამიანი თავის პლუს კიდე თანადამოკიდებული. კი. რომლებიც ასევე სამკურნალოები არიან. ელემენტარულად სალომე არ არსებობს ცხელი ხაზი, სადაც მინიმუმ დარეკავ და რავი, რაღაცა ინფორმაციას გაიგებ, რა უნდა ქნა ასეთ დროს. აღარ ვლაპარაკობ ხელმისაწვდომ რეაბილიტაციაზე, იმიტომ რომ დღეს რეაბილიტაცია საქართველოში ეს არის ფუფუნება. კი, ძალიან ძვირი ღირს. ძვირი ღირს. და ფუფუნებას მე ვეძახი ნებისმიერ რამეს, რომის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია, უბრალოდ დაბალი ხარისხის ცხოვრება გექნება. ეგრე სტომატოლოგიური ჩარევის გარეშე შეიძლება ცხოვრება, უბრალოდ უკბილოდ მოგიწევს ცხოვრება. აქაც იგივეა, შენ შეგიძლია რეაბილიტაცია არ გაიარო, მაგრამ შენი ცხოვრების ხარისხი არ იქნება მაღალი. მაგრამ ხელმისაწვდომობა რომ პრობლემაა, ეს 2x2-4-ია, იმიტომ რომ არა აქ ადამიანს ყველას იმის შესაძლებლობა, ყველას კი არა, ძალიან ცოტას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადაიხადოს ფული საკუთარ გამოჯანმრთელებაში. მით უმეტეს როცა ვლაპარაკობთ თამაშდამოკიდებულ ადამიანს, რომელმაც ყველაფერი წააგო, რის წაგება შეიძლება. ხო, ფული საერთოდ არ აქვს. რამძიმე შემთხვევა, ესე იგი, შენი აზრით, აი, რომ დავასრულოთ ჩვენი საუბარი და რაღაც დასკვნასავით რომ გავაკეთოთ, რა არის მთავარი, რაზეც უნდა იზრუნოს დღეს, მოდი ვთქვათ, სახელმწიფომ და ინდივიდუალურად ერთმა ადამიანმა? მოდი დავიწყებ სახელმწიფოთი. მე 2024 წელს მუშაობდი საქართველოს პარლამენტთან, კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებაში. ვიყავი გაეროს ექსპერტი და ჩემი, ასე ვთქვათ, როლი ამ საქმეში იყო ის, რომ მე უნდა გამეკეთებინა მოკვლევა ამ თემასთან დაკავშირებით და გამეცა შესაბამისი რეკომენდაციები. მაშინაც იგივე რეკომენდაციები გავეცი და დღესაც იგივეს ვამბობ. აუცილებელია მარეგულირებელი ორგანოს ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა, პროფესიონალ კადრებთან ერთად, რომელიც იმუშავებს ყველა მიმართულებით, როგორც პრევენციის, ისე დაუშვათ სარეაბილიტაციო პროცესის მონიტორინგის მიმართულებით, რომ დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაირქვას, რომ მე დღეს რაღაცა სპეციალისტი ვარ და მოდი დაგეხმარები და საერთოდ დაღუპოს ადამიანი, ხო? ანუ ამას არანაირი მონიტორინგი არ აქვს. ის რომ დაუშვათ მოხდეს კამპანიის წარმოება, რა არის თამაშდამოკიდებულება, იმიტომ რომ შენ უნდა დაუპირისპირდე სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 2024 წლის რაც ბოლო იყო. იცი რამდენია? 76 მილიარდი ლარი. საქართველოში. რასლობა? 76 მილიარდი ლარი არის სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 2024 წელს 25-ის არ ვამბობ, იმიტომ რომ ჯერ არ არის დათვლილი.
და შენ უნდა დაუპირისპირდე 76 მილიარდიან ბიზნესს და უნდა დაუპირისპირდე რითი? იმით რომ მინიმუმ შენ სწორი მესიჯები გააჟღერო საზოგადოებაში და ის მინიმალური ფული რომელიც გექნება ამისთვის მაქსიმალურად რაციონალურად დახარჯო, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამ მონსტრთან ჭიდაობა. უბრალოდ შენ სიკეთის მხარეს ხარ და ეს ყველა ვარიანტში იქნება რაღაც დონის მხარდაჭერა სამყაროს მხრიდან. ამაში ვარ დარწმუნებული. შესაბამისად, მარეგულირებელი თუ არ არის, თუ ეს მარეგულირებელი არ იქნება და არ იქნება ასევე აქ კადრები, რომლებიც ფლობენ ამ საკითხს. ამ შემთხვევაში წარმოუდგენელია რამე პროგრესზე ლაპარაკი, გარემოს თვალსაზრისით. წარმოუდგენელია. სულ რომ ავგრძალოთ სათამაშო ბიზნესი, შედეგი არ დადგება, იმიტომ რომ ელემენტარულად ბიზნესის კანონია. დღეს შენი 300,000 ადამიანი თამაშობს ქართულ კაზინოებში. ეხლა კომენტარებში დარწმუნებული ვარ 10-დან 9 იქნება რომ აგრძალეთ. ხალხო, არა. ყველაზე ნაკლებად მე გამოვდგები სათამაშო ბიზნესის ამ ადვოკატად, მაგრამ არ არის ეგ გამოსავალი. ავგრძალოთ, კი ბატონო, არ მეწყინება. უბრალოდ არ არის გამოსავალი. არ არის გამოსავალი მარტივად. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წარმოიდგინე გაჩნდა 300,000 თავისუფალი კლიენტი, სხვა ოპერატორისთვის, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და უბრალოდ YouTube-ით, Facebook-ით და სოცქსელებით დაიწყებს აგრესიულ მარკეტინგს, რომ ეს 300,000 რომელიც იცის რომ მოთამაშეა, რომ წამოიყვანოს საერთაშორისო პლატფორმაზე. 2x2-4-ია. დღეს უბრალოდ არ უღირს ამ მარკეტინგში ფულის დახარჯვა, იმიტომ რომ აქ არსებობენ ჩვენი ადგილობრივი ბეთები, სადაც იცის რომ ის ბეთი მაინც აჯობებს, იმიტომ რომ აქ არის და ეს თუ არ იქნება, აუცილებლად ეს ხალხი ან ხელზე თამაშზე გადავა, ან გადავა საერთაშორისო პლატფორმებზე. ეს არის აუცილებლად ეგრე მოხდება. იმიტომ რომ თუნდაც კვლევა, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ 2023 წელს, ამ კვლევამ ცხადყო რომ ხელზე თამაშის მაჩვენებელი რო გითხრა რეგიონში შოქში ჩაგაგდებ. 22%-ს აქვს მოზარდების 14-დან 18 წლამდე მოზარდების 22%-ს აქვს ხელზე თამაშის გამოცდილება. და წარმოიდგინე რეგიონში რომ სადაც მაგალითად ოზურგეთში პირობითად ვამბობ, სადაც რავი 10-15,000 კაცი ცხოვრობს, იქ სადაც ხელზე თამაში შენ 15 წლის ბავშვს ეგრეთ წოდებული თავანი აქვს ჩასაბარებელი და ეს ყველაფერი კონტროლდება ქუჩის ავტორიტეტების მიერ და შენ 10,000 ადამიანიან დასახლებულ ქალაქში თავანი გაქვს ჩასაბარებელი, ეს არ გააკეთო, რა მოგივა? ეს თბილისი არ არის რომ პოლიციას უჩივლო, ის პოლიციელი ქურთთან არის შეკრული საბოლოო ჯამში და ქუჩის კრიმინალთან. და მოხდება ის რომ დაუშვათ შენ შეიძლება მოგიწევს ოზურგეთიდან საერთოდ გადაბარგება, იმიტომ რომ იქ სხვანაირად არ გამოახა. უბრალოდ მაგალითისთვის ვთქვი, ხალხი შეიძლება ოზურგეთში მსგავსი რამე არ ხდებოდეს. ხო, ანუ ამას ვამბობ რა. და საბოლოო ჯამში მარეგულირებელი ორგანო თუ არ იქნება სწორი მესიჯის მიწოდება საზოგადოების მიმართულებით და რაღაც ერთიანი პოლიტიკის არსებობა ამ მიმართულებით რის მერე რა ხდება. ჩვენ ყოველთვის მოგვიგებს სათამაშო ბიზნესი, რომელსაც არც ფული აკლია და ის ორიენტირებულია თან რომ გაიმარჯოს ამ ომში. ეს რაც შეეხება გარე ფაქტორებს. ხო, აი შიდა ფაქტორებს ვერ გადავიდეთ. რაც შეეხება შიდა ფაქტორები უფრო რთული ამბავია, იმიტომ რომ აქ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი რომ მიხვდე გვიან მართალია, მაგრამ მიხვდე რომ თამაშდამოკიდებული ხარ, ეს არის ის რომ რავი მინიმუმ არსებობს ონლაინში ბევრი ტესტი ამისა. ეგ გაიარე. ნახე, იქნებ თამაშდამოკიდებული ხარ, ეგ ტესტები არ იტყუება. თუ კი, იმიტომ რომ შენ ალბათ შენ თავს მაგრად მოატყუებ, იმიტომ რომ ყველა დამოკიდებულს სიმართლეზე მეტად თავის გამართლება უფრო უყვარს. ამიტომ იმის ლაპარაკს რომ დააკვირდი საკუთარ თავს იქნებ უკონტროლო ხარ ამ პროცესში, აუცილებლად აზრი არ აქვს, იმიტომ რომ შენ აუცილებლად საკუთარ თავს მოატყუებ. ამიტომ ჯობია რომ ტესტი გაიარო და თუ კი მოახერხე რომ საკუთარ თავთან გულწრფელი იყავი, მოდი დაიწყე აღიარებით და ნახე სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარება, იმიტომ რომ დამოუკიდებლად თვითმკურნალობა
ასევე ძალიან სახიფათო ამბავია, იმიტომ რომ ეს არის უღრანი ტყე, სადაც შეიძლება კომპასის გარეშე ხარ და მაგრად დაიკარგებ, იმიტომ რომ აქ იმდენი საკითხი არის, რომელიც სწორ გააზრებას საჭიროებს, რომ ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად ამ ყველაფრის კეთება ფაქტობრივად შეუძლებელია. კი, და თუ კი ეგოს დაამარცხებს ეს ადამიანი და იტყვის, რომ ხო, მე დახმარება მჭირდება, ეს ეგოს მარცხი იქნება პირველი გამარჯვება მის ცხოვრებაში თამაშ დამოკიდებულების მიმართულებით. მე მგონი დასასრული იყო ჩვენი საუბრის. გუგა არ ველოდი სიმართლე გითხრა ასეთ საუბარს. ვიცოდი რომ საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ასეთი გულწრფელი. საერთოდ რო გითხარი კითხვები მაქვს აქ და ჩავიხედავ, თქო, ერთხელაც არ ჩამიხედავს. იმდენად ამომწურავად საუბრობდი და საინტერესოდ. მე აუცილებლად დავურთავ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში ცენტრის ბმულს, Facebook გვერდი გაქვთ ხო თქვენ და საკონტაქტო ნომერს და თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და ითხოვოთ დახმარება. მადლობა კიდევ ერთხელ. რამეს თქვა ხო არ დაგრჩა? არაფერი, უბრალოდ მინდა რომ ჩემი ცხოვრებისეული მისია არის ეს. ანუ მე ჩემი ცხოვრება დავაკავშირი ამას და ეს აღარ შეიძლება. იმიტომ რომ მე აქ რეალიზდები და ეს არის ჩემი ცხოვრება, რაც მაქვს დარჩენილი ყოველ შემთხვევაში აქ მინდა რომ გავატარო. მადლობა რომ შენ გამოიჩინე ეს ინიციატივა რომ ამაზე გვესაუბრა, იმიტომ რომ როგორც წესი კიდე ერთხელ გამმეორდები რა, მთელი YouTube ბეთით არის დატვირთული და მე ამ შემთხვევაში როგორც წესი აფსაიდში ვარ ხოლმე, იმიტომ რომ იქ რომ მივიდე მე ბეთი აღარ დაასპონსორებს. თუმცა ბეთებმაც რომ მოусმინონ, ამას კარგი იქნება. ხა შენ ამბობდი რომ მე არ გამოვდგები ადვოკატათო, მაგრამ ანუ აკრძალვა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი აი ის მარეგულირებელის დაწესება, ის რაღაც განვითარება. მე ვფიქრობ რომ ბეთებისთვის ძალიან კარგი კლიმატია ამ ქვეყანაში და სწორედ ამ კლიმატში იფურჩქნებიან რა თქმა უნდა. ჩვენ სხვა რაღაცა დავხვედროდით, ვერაფერსაც ვერ იზავდნენ. რა თქმა უნდა. ჩვენ ქვეყანაში რომ ნორმის ფარგლებში იყვნენ თამაშ დამოკიდებულები, ეს არ იქნებოდა სოციალური პრობლემა. ეხლა საქართველოში რაღაც 20,000 კაცი რო თამაშობდეს, ეს არ იქნებოდა პრობლემა. მაგრამ 300,000 თამაში. მადლობა გუგა, წარმატებებს გისურვებ შენ, გილოცავ რომ ამ გზაზე დადექი და შენი ცხოვრების მისია იპოვე. და თუ თქვენთვის საინტერესო იყო ეს საუბარი, დაგვიტოვეთ კომენტარები, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. მადლობა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით.